ყოველ თქვათ რაც ვარსკვლავზე თუ 10-იანზე 5 ლარს აძლევს მამამისი ჩემ შვილს უთქვამთ დედებს ჩემთვის. მოსყიდვა ხო არ არის ეს რასაც ახლა ხო 5 ლარს მოგცა მოსყიდვა კი. წაღალისება ნაკლებად. გარეგანი მამოტივირებელი ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი საქმის კეთების პროცესში. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ არ ვარგა გარეგანი мотиваცია და დავივიწყოთ. როგორც წესი იწყება ხოლმე, შეიძლება რაღაცები დამჭირდეს გარეგანი мотиваციით, იმიტომ რომ უფრო სწრაფი არის შედეგი, ანუ გარეგან და შინაგან мотиваციას შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ზუსტად ის არის, რომ როდესაც გარეგან მამოტივირებლებს ვიყენებ, ეს უფრო სწრაფად მაძლევს შედეგს, იმიტომ რომ ბავშვი უფრო სწრაფად ხედავს დაინტერესებას და ბავშვიც ხედავს რაღაცა სარგოს აქედან უფრო სწრაფად ვიდრე შინაგანი мотиваცია. უბრალოდ გარეგან მამოტივირებლებს მეორე მხრივ ის პრობლემა აქვს, რომ ერთი რომ მოყირჭებადია და მობეზრებადია და მეორე რომ ის უნდა ზარდო და უნდა ცვალო, რომ ბავშვს არ მობეზრდეს. იმიტომ რომ მე 5 ლარი არ ყოფნის და მე უზრდიან ამ თანხას.